ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ტეკლა მებურიშვილი, პარტია გირჩის კანდიდატი ქუთაისის საკრებულოში, ასევე ჩვენ გვყავდა მოწვეული ძლიერი საქართველოს ლელოს წარმომადგენელი ბატონი ალექსანდრე მიქაუტაძე, მაგრამ მან ვერ მოახერხა მოსვლა პირდაპირ ეთერში, ამიტომ გაბატონ ტეკლა თქვენთან ერთად მოგვიწევს დღეს საუბარი. მინდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ ტელე-რადიო კომპანია რიონის ეთერის მეშვეობით და ასევე გვისმინოთ რადიო რიონის მეშვეობით FM 105-სა და 5-ზე. პირველ რიგში მე მაინტერესებს, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, ან როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხართ დღეს უკვე კანდიდატი ქუთაისის საკრებულოში. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ამ ჩართულობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ქუთაისის საკრებულოს არჩევნების პერიოდში. მე ზოგადად პოლიტიკით დაინტერესებული ვარ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან, ესე რომ ვთქვათ. ანუ გამოცდილება საკმაოდ დიდი გაქვთ, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა. 28 წლის ვარ და გადაწყვეტილება ჩამოყალიბდა სამართალზე. სამართალზე სწავლის პერიოდში ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყავი მოსამართლე. და რაღაცა ამისკენ მივისწრაფოდი. თუმცა შემდეგ საქართველოს შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მალე მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში მოსამართლეობა არც სათანადო რეპუტაციაზე მიუთითებდა და რაღაცნაირად ერთმართველურ სისტემაში, სადაც სასამართლოც არ არის დამოუკიდებელი შტო, არ შეიძლება იყოს პატრიოტული ადამიანი მოსამართლე. ამიტომ რაღაცნაირად ეს დროებით დავივიწყე ეს პროფესია იურიდიული კუთხით. საკმაოდ ხმამაღალ განცხადებას აკეთებთ ახლა გაბატონ ტეკლა. არა, მე ჩემს მისგებია. გეუბნებით რამაც გადამაწყვეტია პოლიტიკით დაინტერესებული ყავი და რაღაცა ეტაპზე სხვათა შორის გირჩის პოლიტიკური ლიდერები ალექსანდრე რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩა ჩემი ლექტორები იყვნენ თავისუფალ უნივერსიტეტში. და უკვე რაღაცა ის იდეოლოგიურად თანხმედრა რომ მქონდა ამ ხალხთან თავიდანვე გრძნობდი, ანუ ლიბერტარიანული კუთხით გულისხმობ, რა თქმა უნდა და ეს ხედვა ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებდა, რაცაც პარტია გირჩი იმ დროისათვის ქვეყანაში არ ვითარებდა. კონკრეტულად შეგიძლიათ მაინც კონკრეტულად რა? ანუ ნაკლები ბიუროკრატია სახელმწიფოს მმართველობის ნაკლები წნეხი ადამიანის ცხოვრებაში, ის რომ რაღაცა გათავისუფლდეს ხალხი მმართველის პარტიის მიერ კონტროლირებადი სისტემიდან და მეორე საკითხი, რომელიც ადამიანის ღირებულებაზე იდგა და არა ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს ინტერესებზე. ამ პერიოდში გავხდი გირჩი შევიდა პარლამენტში და მე გავხდი იაგოს თანაშემწე პარლამენტში. და ასევე იურიდიული წარმომადგენლები ვიყავი, ანუ ვაკეთებდი კანონ პროექტებს და შემდეგ ინიციირებას უკეთებდი, ვსწავლობდი საქართველოს პარლამენტში შემოსულ კანონებს, ვაკეთებდი ეგრეთ წოდებულ რეპორტებს და მუშაობდი პარლამენტში ჩვეულებრივად კანონ პროექტებზე და კანონმდებლობაზე. ანუ გამოცდილება საკმაოდ სერიოზული გაქვთ ამ კუთხით. ხო, ანუ გავიცანი ადამიანები შესაბამისად რაღაცნაირად კონტაქტი მქონდა პოლიტიკოსებთან და ის გარემო ძალიან ჩვეულებრივი გახდა ჩემთვის პარლამენტის საკანონმდებლო სივრცე და პოლიტიკა, ანუ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო და შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ხო ამ გამოცდილებას უფრო დავეყრდენი, იმიტომ რომ მე ქუთაისში გადმოვედი საცხოვრებლად. გავთხოვდი და ოჯახი და ჩემი ოჯახი ახლა ქუთაისში არის. შესაბამისად, ჩემი რაღაცა პოლიტიკური განზრახვები ცოტა ჩამოშორდა რაღაცა პერიოდით უკვე, იმიტომ რომ ქუთაისში ვცხოვრობდი, ეს ქალაქი არ გამოირჩევა ხა პოლიტიკურად აქტიური რაღაცა გამოსვლებით ან რაღაცებით და მეც რა ვიცი, ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს ქუთაისში სასტუმროს მართავ და აი რაღაცა პატარა ბიზნესმა მიბიძგა რომ რაღაცა ბევრი პრობლემა. სათქმელს ყოველთვის ამბობს მაინც ქუთაისი. აუცილებლად. ჩუმად ხმაურობს. აუცილებლად, გეთანხმებით და ამ ჩემი პატარა ბიზნესიდან გამომდინარე, სულ ხედავდი რაღაცა პრობლემებს, რომელსაც ვაწყდებოდი ბიუროკრატიულ ქალაქის მმართველობასთან უკვე. და სულ მქონდა რაღაცა ეს განცდა, რომ კარგი იქნებოდა, რომ ვიღაცა ყოლოდა იქ ადამიანი, ვისაც ვეტყოდი ამას და ეს გაიზიარებდა შემდეგ ჩემს იმ გამოცდილებას თუ რაღაცა პრობლემას და გადაწყვეტავდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანი ჩემს ირგვლივ არავინ არ აღმოჩნდა და როცა შემოთავაზეს, რომ შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყავი მე გირჩის კანდიდატი ქუთაისის საკრებულოს არჩევნებში, დავთანხმდი მარტივად.
გასაგებია, ძალიან მოკლედ გითხარით თქვენი ბიოგრაფიის შესახებ, საინტერესოა რა თქმა უნდა, მით უმეტეს ამ ასაკში. და ახლა მე მაინტერესებს და ალბათ მოსახლეობისთვისაც საინტერესო იქნება, რატომ უნდა მისცეს ხმა, როდესაც თქვენ იღებთ მოსახლეობის ხმას, იღებს გირჩი, ხო? ხმას ბუნებრივია. აი რატომ უნდა მოგცეთ მოსახლეობამ ხმა, ამ მრჩეველმა? რატომ უნდა შემოხაზოს გირჩი? რა ხდება თქვენთან? საინტერესო. იცით როგორ არის, თუ ადამიანი აკვირდება პოლიტიკურ სიტუაციას, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მე ჩემი ხედვა მაქვს ამასთან დაკავშირებით და ადამიანებს საკუთარი ხედვა უყალიბდებათ შემდეგ პროცესების დაკვირვების პერიოდში. ჩემი გადმოსახედიდან დღევანდელი სიტუაცია ეს ბიპოლარული გარემო რაც არის, ერთ მხარეს რაღაცა ქართული ოცნება და მეორე მხარეს რაღაცა რადიკალური ოპოზიცია, ამ ორ არჩევანს უკვე ხალხი რაღაცნაირად უარი უთხრა თავისი პროტესტით ის, რომ რაღაც არჩევნებზე წასვლა ბევრ ადამიანს არ უნდა, ბევრს აქვს ნიჰილიზმის განცდა, რომ ქვეყანაში ბევრი არაფერი შეიცვლება. ქვეყნის მასშტაბით ქვეყნის მასშტაბით რო არაფერი იცვლება, ეს რაღაცა მხოლოდ თბილისზე ვრცელდება და ქუთაისი კიდევ უფრო პატარა წერტილი არის ამ ქვეყნის მასშტაბში, სადაც ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლებად აქვს იმის გაცნობა, რომ ქუთაისში რამე მნიშვნელოვანი შეიცვლება. და ჩვენ ვართ ადამიანები, თუ ხალხი ამას აკვირდება, რომლებიც არც ერთ და არც მეორე მხარეს არ მივიტვით. არ მივიტვით, რომ ვიყოთ რაღაცა ქართულ ოცნებასთან დაახლოებით აფილირებული პარტია, ან ძალიან, ასე ვთქვათ, რადიკალურ ოპოზიციად ვიქცეთ, რომელსაც არც კარგს ხედავს და ვერც არ უნდა რომ დაინახოს რა ხდება ქვეყანაში, დადებითიც და უარყოფითაც ობიექტურად აფასებს. შესაბამისად, ის ნიჰილიზმი, რომელიც ადამიანებს აქვთ დღევანდელი პარტიებისა და წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც არ ენდობიან უკვე 9 წლიანი მმართველობის შემდეგ 12 წლიანი მმართველობის შემდეგ გამოცდილ პოლიტიკოსებს და არ უნდათ ისევ ერთი და იგივე წესზე წავიდნენ, გირჩი არის ალტერნატივო ამ ხრივ. პარტია, რომელსაც შეუძლია თავაზობს იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული და არც ერთხელ არ გადაუხვევია მისი იდეოლოგიის გზას. გეუბნებათ, რომ ჩვენ ამ წუთას არ შეგვიძლია რაღაცა გრანდიოზული ცვლილებები მოვახდინოთ, მაგრამ თვითმმართველობა, რომელიც აბსოლუტურად არის, ესე რომ ვთქვათ, არ გააჩნია თვითმმართველობისთვის დამახასიათებელი არც ერთი ელემენტი გარდა რაღაცა ფასადური შენობისა და ადამიანებისა, რომელიც უბრალოდ ის ხდებიან და რაღაცა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ამაში თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლები ჩართულები არ არიან, არ შეიძლება ამას ჩვენ დავარქვათ თვითმმართველობა. და ჩვენ მეუბნებით ადამიანებს, თუ მე ახალს დავამიჭერენ და თუ გირჩი წარმოდგენილი იქნება სათანადოდ ქუთაისის საკრებულოში, ჩვენ აუცილებლად მოვუსვათ თითოეულ მათგანს. ვპირდებით, რომ ის ბიუროკრატიული პრობლემები, რომლებიც მათ წარმოშვებული აქვთ იქ არსებული სისტემის ჩამოყალიბებული სისტემის მიერ, ჩვენ მარტივად შევძლებთ, რომ თუ კი საკრებულოში ყავს შენიანი ადამიანი, რომელსაც შენ ხარი დაუჭირე და მიდიხარ მასთან და ის გეუბნება, რომ შენ ამ პრობლემას მე უფრო მარტივად მოგიგვარებ, იმიტომ რომ საკრებულოს წევრი ვარ და მეტი გავლენა შეიძლება მოვახდინო პროცესებზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის აბსურდი და რაღაცა ციდან მოგონილი დაპირება, რომელსაც ვერ შევასრულებთ, ხო? ძალიან კონკრეტული დაპირება, რომელსაც ვფიქრობ, რომ მარტივად გაიგებს ჩვენი მოსახლეობაც და მარტივად შევძლებთ ჩვენს ამის აღსრულებას. გასაგებია. ჩვენ გადაცემის პირველ ბლოკში სტუმრად გვყავდა ქალაქის მერობის ორი კანდიდატი. ძალიან კარგი რომ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. პარტია საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ და ასევე გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი და მათი შეხედულებით მწვანე ქალაქი იქნებოდა ქუთაისისთვის ძალიან კარგი, ინდუსტრიული ქალაქის სტატუსს თუ დაიბრუნებს ქუთაისი, კარგი იქნება, ეს არის მათი შეხედულება, რა თქმა უნდა და მათი მოსაზრება. ასევე დაასახელეს სხვადასხვა პრობლემები, ეს იყო ტრანსპორტთან დაკავშირებული ავტობუსების დამატება და ახალი ტრანსპორტის შემოყვანა ქალაქში, სანიაღვრე გზების და კანალიზაციების მოწესრიგება, ასევე საუბარი იყო ნაგავსაყრელებზე და ასევე კორუფციაზე იყო საუბარი და კორუფციის აღმოფხურის აუცილებლობაზე და ზოგადად სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე, ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე და ასე შემდეგ. ჩემი კითხვა მათთანაც იგივე იყო, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ქუთაისს, რა არის ქუთაისისთვის ყველაზე მეტად პრიორიტეტული, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი, თქვენი შეხედულებით და განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა ახალგაზრდებისთვის რა იქნება საინტერესო ჩვენი მომავალი თაობისთვის და მე ყველა ასაკის წარმომადგენელს რა თქმა უნდა პატივს ვცემ, იმიტომ რომ
მე აბსოლუტურად განსხვავდები ახალგაზრდების ასაკიდან და სულ სხვა ასაკის წარმომადგენელი ვარ, ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ახალგაზრდები მიტომ მაინტერესებს ასევე ვთქვი პირველ ბლოკში, რომ ჩვენი მომავალი თაობა ახალგაზრდა ადამიანი და თუ ის არ იქნა ქალაქში, საქართველოში, ну მაშინ ბუნებრივია მომავალიც არ იქნება ქვეყნის. ამიტომ თქვენი პარტია როგორ ხედავს ამას? თან საინტერესო კითხვა არის სხვათა შორის და ჩვენც აი ყველაზე ხშირად რა ამ კითხვას უსვამთ საკუთარ თავებს და ერთად რომ ვიკრიბებით ანუ რაღაც ადამიანები რომელსაც ინტერესი გვაქვს რომ რაღაც რა ფუნქცია შეიძლება ქონდეს ამ ხალხს. არაერთხელ იყო ეს კითხვა ამ სტუდიაში ჩემი მხრიდან გაჟღერებული და სხვათა შორის პირდაპირ მნიშვნელობით პასუხს ვერავინ ვერ ამბობს. ხო და ნახეთ აი ძალიან ბევრი ვიფიქრეთ მივხვდით რომ ინდუსტრიული ქალაქი ეს ვეღარ გახდება ეხლა რაღაცა. ანუ აბსოლუტურად ეწინააღმდეგებით პირველ ბლოკში წარმოდგენილი სტუმრების ძალიან ისეთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს. აი რაღაცა თან ხელოვნურად არ მესმის როგორ უნდა მოხდეს ინდუსტრიული ქალაქი. ეხლა საბჭოთა კავშირის პერიოდში როდესაც რაღაცა ერთი საათი ქალაქიდან ყველაფერი იმართებოდა და ფუნქციები იყო განაწილებული, გასაგები არის, რომ ის რაღაცა ფუნქცია მიანიჭეს ხელოვნურად და ხელოვნურად ეს ფუნქცია ცოცხლობდა, იმიტომ რომ 15 მოკავშირე სახელმწიფო ამას ამუშავებდა, ხო? ეს ხო არ იყო ისე რომ რაღაცა აი სამწუხაროდ მე არ მაქვს დეტალებში შესვლის უფლება, იმიტომ რომ წამყვანი ვარ ამ შემთხვევაში, მით უმეტეს წინა საარჩევნო პერიოდში, ამიტომ აბსოლუტურად მესმის თქვენ მოსაზრებას ვისმენ. ანუ ჩემს ხმამაღლა ვსჯელობ ამას მოკავშირეებს უბრალოდ. და მეც ვფიქრობ, რომ იაგოს და სანდრო რაკუიაშვილს ჰქონდა ერთი ძალიან საინტერესო იდეა ქუთაისთან დაკავშირებით. ეს იყო, რომ დედაქალაქის ქუთაისში დაბრუნება. ახსოვს ეს ამ ინფორმაციის შესახებ გაჟღერება და ვერ მიიღო მხარდაჭერა ბატონმა იაგომ. ეს იცი რა ის იმის ბრალიც არის რომ რაღაც სათანადო პერიოდი ამას მოსაზრდებელი სამუშაო ჭირდება რაღაცნაირად კვლევის გაკეთება რა ვიცი ადამიანებთან დასხდომა და ამ თემაზე მსჯელობა ესე პირდაპირ მიწოდებული იდეა შესაძლებელია რომ რაღაცა ვერ აიტაცოს ხალხმა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი იმ ჩიხიდან სადაც ქუთაის მართლა შესული არის. ამ ქალაქს არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. მე ვახსენე ახლა პირველ დასაწყისში მაგრამ ბოდიში არ დაგავიწყდეთ თეკლა ვერ დათმო პარლამენტი თბილისმა. არა თავის დროზე ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო თავის დროზე არავინ არ კითხა ქუთაისელებს პარლამენტი უნდათ თუ არა ქუთაისში და ვიცით კიდე ის სამწუხარო ფაქტები რაც იმ პერიოდში მემორიალის აფეთქებას მოყვა, ნუ არ არის დღევანდელი გადაცემის თემა, მაგრამ შემდეგ ასევე არავინ არ კითხა ქუთაისელებს რომ პარლამენტი უკვე გადაქონდათ, იმიტომ რაღაც იმედი გაჩნდა ახალგაზრდებს რაღაც თითქოს ფუნქციაც დაეკისრათ, ფუნქციები ახალგაზრდებს და ამ შემთხვევაში, როდესაც ესეთ გლობალურ საკითხს წამოჭრის ბატონი იაგო და მხარდამჭერიც ამიტომ ხომ არ ყავს ქუთაისში რომ გამოცდილება აქვს ცოტა გამოცდილება არსებობს რეალური ხომ არ არის მაგრამ არაფერი არ არის არარეალური რა ვიცი დედაქალაქის სტატუსს ანიჭებს კონსტიტუციითაც გათვალისწინებული არის და რა ვიცი მთავრობა ამ სტატუსს განსაზღვრავს ხო და ამაზე კონსენსუსი თუ შედგება და რა ვიცი ქუთაისლების მხრიდან ამის სათანადო მხარდაჭერა რო ქონდეს არარეალური ვერაფერი ვერ იქნება ანუ თქვენ მაინც მხოლოდ ერთ ფუნქციაზე საუბრობთ ერთ ფუნქციაზე. თავისთავად ეს ფუნქცია, ანუ ქუთაისის დედაქალაქობა ალტერნატიული ხომ არ დაგიჭირათ მხარი. მოსახლეობამ, საზოგადოებამ. შესაძლოა მოკლედ რო იყო და ამიტომ მე არ ვიცი ახლა ვერ შევდივარ სეგმენტში. ეს არ არის სერიოზული, ეს არ იყო სერიოზული. ეს ძალიან ზედაპირულად თქმა იყო. აი სხვა ფუნქციას ხომ ვერ ხედავთ, რაიმეს ხომ ვერ მოგვაწვით ინფორმაციას, მიაწვით მათ, ვისაც ყველა ციფრა. მე მართლა მჯერა იმისი, რომ ახლა რაღაცა ეტაპობრივად არ დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ დედაქალაქი გახდეს ქუთაისი. ანუ ამდენი საელჩო უნდა გადმოვიდეს, ამდენი თანამშრომელი, უცებ რამდენი ფული გაჩნდება ამ ქალაქში, ხო წარმოგიდგენიათ, ანუ რამ უნდა შეაჩეროს ამ ახალგაზრდების დინება ამ ქალაქიდან? თუ ეს ქალაქი ეკონომიკურად არ გაძლიერდება და არ გაჩნდება, კარგი კინოთეატრი, კარგი გასართობი რაღაცა ცენტრები, ანუ ქალაქში არაფერი იმის დამახასიათებელი არ არის, თქვათ, რასაც ახალგაზრდა შესაძლებელია რომ დრო გაიყვანოს, სასიამოვნოდ გაატაროს და ცხოვრება კომფორტული იყოს ქალაქისთვის. არაფერი მსგავსი ამ ქალაქში არ არის და ეს თავისთავად ეკონომიკური ცენტრი უნდა დარჩეს თბილისი, როგორც არის, იყოს თბილისი, რომ აი ამერიკის მაგალითიც ხო ეს არის ნიუ-იორკი არის რაღაცა ეკონომიკური ცენტრი, მაგრამ ვაშინგტონი
დედაქალაქია, მეტი ფუნქცია იმ ქალაქს არ აქვს, მაგრამ ყველა კარგად ცხოვრობს. კი ბატონო, გეთანხმებით. ხვდებით მოსახლეობას გაქვთ შეხვედრები, საინტერესოა რა პრობლემები დაინახეთ და რამდენად შეძლებთ დახმარებას ან მოგვარების გზების ძიებას, თუ კი თქვენ ამომრჩეველმა მოგცათ ხმა და აღმოჩნდით ქუთაისის საკრებულოში. მოსახლეობას ძალიან მრავალფეროვანი პრობლემები აქვს. ახლა რა თქვენ ჩამოთვალეთ ბატონმა მერის კანდიდატებმა, რაც ისაუბრეს ორი პარტიის წარმომადგენლებმა. ყველა პრობლემა ერთბაშად შეიძლება რომ რაღაცა 5 ადამიანსაც რო შეხვდა, 5-მა სხვადასხვა პრობლემას დაგისახელებს. ახლა ინფრასტრუქტურული პრობლემა, კანალიზაციის პრობლემა, გამწვანების პრობლემა, ტრანსპორტის პრობლემა, ყველა ეს პრობლემა ადამიანებს აწუხებთ თავისთავად. ახლა ქუთაისში ვინც ცხოვრობს, იცის ახლა პრობლემები აქვს და ამ პრობლემების შესახებ ადამიანები გვიყვებიან, რომ რაღაცა ზოგს ნებართვა არ აქვს, შენებლობის ნებართვა უნდა რაღაცა ისტორიულ ადგილზე ცხოვრობს და კულტურული ჩვენი მერიის განყოფილებიდან ვერ იღებს შესაბამის პასუხს, რომ მიიღოს ნებართვა რაღაცა ფასადის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამას ჭირდება დრო, ოდინი, შეიძლება 2-3 წელი გაიწეროს პასუხი, იმიტომ რომ რაღაცა მერია არ არის ამაზე კომპეტენტური, რომ გიპასუხოს. თბილისის სამინისტრო არის ჩართული, რომელსაც სადაც უნდა გადამისამართდეს. ანუ თვითმმართველობის ფუნქციის დაბრუნება რეალურად უნდა მოხდეს. პირველ რიგში ამაზე უნდა დავიწყოთ. დეცენტრალიზაციას გულისხმობთ, ხო? დიახ, ქუთაისს უნდა ჰქონდეს საკუთარი რესურსი. მათ შორის ეკონომიკური, ანუ ქუთაისლების გადასახადი, ჩვენ სადაც მუშაობთ, ვაკეთებთ რაღაცა დოვლაც ვქნით და ეს გადასახადი ცენტრალიზებულად მე რაღაცა მთავრობის ბიუჯეტში მიდის და მე ნაწილდება იქედან რაღაცა გაურკვეველი პრინციპებით. ასე არ უნდა იყოს, რომ ქუთაისში უნდა შეებოდეს ქუთაისის ბიუჯეტი, ანუ ეს გადასახადები, რომელსაც ჩვენ ქუთაისლები ვიხდით და პირიქით უნდა იყოს, ანუ მთავრობა თვითონ და გვაწონებდეს თავს და ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ, რამდენი ნაწილი უნდა წავიდეს ცენტრალურ მთავრობასთან ჩვენი გადასახადებიდან გადახდეთ, არა პირიქით, როგორც ეს ხდება, რომ მთავრობა წყვიტავს ჩვენი გადასახადები რამდენი დაგვიბრუნდება უკან. ხა პარკის რეაბილიტაცია მოხდა 15 მილიონია თითქმის დახარჯული ამ პარკზე. ქუთაისლებს ვინმე მკითხავთ, ჭირდებოდა თუ არა 15 მილიონიანი პარკი, ან რამე დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით ოდესმე გაკეთდა, ანუ არ ვიცი, აზრები ხო გაყოფილია, ვიღაცას ძალიან მოწონს, ვიღაცას ნაკლებად მოწონს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია არ შემდეგ არ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ადამიანი რო გწნოდეს იმას, რომ ჩვენი გადასახადები 15 მილიონია დახარჯული ამ პარკზე, ამ პარკს კრიტიკულად შეაფასებდნენ და არა რაღაცა მოწონების და რაღაცა აღრთოვანებით. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ადამიანების განცდებით არ არის შესაბამისი. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს სადღაც ეს ფული რაღაციდან სახელმწიფო მოგცა, ანუ ეს სადღაც სუბიექტურად არსებობს სახელმწიფო და ამ სახელმწიფომ გადმოგვიგდა რაღაცა 15 მილიონი. განცდები უნდა შეიცვალოს, ადამიანებთან რაღაცა კომუნიკაცია უნდა შეიცვალოს. პოლიტიკოსი არ უნდა იყოს ადამიანზე მაღლა, პირიქით, ანუ რაღაცა თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ და მერიაში რომ მიხვალ და საკრებულოში, მიხვალ, ანუ კარები კი არავინ არ უნდა გამოგიჯახუნოს, რომ დღეს შეთვის არცალია და იყო ასეთი შემთხვევები? ნუ ახლა ხო გჯერათ, რომ რა თქმა უნდა იქნებოდა მილიონი ასე. არა, პირადად თქვენ თუ ქონიათ დაუშვათ. ჩვენ ყოფილი ადამიანი, რომელსაც უთქვამს, რომ იქნებ გამეხმაროთ. გასაგები. შესაბამისად, მე მინდა რომ ადამიანებს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში დავეხმარო. ის საშუალებაც მე მექნება, რამდენი ადამიანით შევალთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიას რაც შეუძლია რომ შეზღუდოს, ამ მარწუხებისგან მიხსნათ. თუ მეტი რესურსი გვექნება და რა ვიცი, აი გირშმა ღმერთ მაქნას, რომ ისეთი უმრავლესობით მოვიდეთ ოდესმე ქვეყანაში, რომ ეს ბიუროკრატიული სისტემა დაინგრეს და მართლა თვითმმართველობა გქონდეს, ჩვენი არჩეული პოლიციელი გყავდეს, ჩვენი არჩეული მოსამართლე გყავდეს, ჩვენ ვწყვეტდეს ჩვენი ქალაქი როგორი იქნება, ჩვენ ბედს და სადღაც თბილისიდან ჩვენგან ძალიან შორს, რამდენიმე 100 კილომეტრიდან დამცდარი პოლიტიკოსები არ წყვეტდნენ ჩვენს ბედს. ეს არის თქვენი სურვილი, მაგრამ მოლოდინი როგორია? წინას არჩევნო გარემოდან გამომწონებ ხალხს. მე მოვუწოდებ ხალხს, რომ აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე. თქვენ უკვე შეგიძლიათ მიმართოთ. აუცილებლად მოვწანით არჩევნებზე. თუმცა მოწოდება არ გააკეთოთ. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ამორჩეველს. დიახ. ამორჩეველს მიმართა, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და აფიქსირონ საკუთარი პოზიცია, იმიტომ რომ რაღაცა ეს პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს, რომ აზრი არ აქვს არჩევნებზე წასვლა, იმიტომ რომ იგივე წრეზე ვიქნებით, გირჩი ნამდვილად არის ის პარტია, რომელიც არ მიცემს საშუალებას არავის იგივე წრეზე წაგიყვანოთ და იგივე პრობლემების წინაშე დაგაყენოთ, რაც 9 წლის წინ 12 წლის განმავლობაში გაქვთ. ამიტომ უიმედობას არაფერი კარგი არავისთვის არ მოუტანია და ვფიქრობ, იმედის ნაპერწკალი არსებობს და ეს 4 ოქტომბერს აუცილებლად მინდა რომ გირჩის საზეიმო გამარჯვებით დასრულდეს.
ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ. შევახსენებთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლდათ თეკლა მებურიშვილი, გირჩის პარტია გირჩის კანდიდატი ქუთაისის საკრებულოში. მე გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი რესპონდენტების ძალიან გლობალური სურვილები აღვნიშნო. გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრებმა თქვეს, რომ მათთვის ქუთაისის ფუნქცია, ქუთაისის სტატუსი არის იგივე მწვანე ქალაქთან კავშირში, ინდუსტრიულ ქუთაისთან კავშირში და ასევე აგრარულ ინდუსტრიულ ცენტრთან კავშირში და ქალბატონმა თეკლამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი და საინტერესო ფუნქცია ქუთაისისთვის იქნებოდა დედაქალაქის სტატუსი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენს ტელემაყურებლებს იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად და შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ყურების საშუალება თქვენ გქონდათ როგორც პირდაპირ ეთერის მეშვეობით ტელერადიო კომპანია რიონის ეთერში, ასევე შეგეძლოთ მოგესმინათ რადიო რიონში FM 105-სა და 5-ზე. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივი